ჩვენთან ძვირფასო ძმებო, არსებობს ფაჯრის აზანის დრო. კალენდრებში მაგალითად წერენ, რომ ფაჯრის აზანი არის დილის 4 საათზე. ჩვეულებრივ, მეჩეთებიც იმავე დროს აცხადებენ ფაჯრის აზანს, მაგრამ კითხვა ასეთია: აზანის გამოცხადებისთანავე ვკითხულობთ თუ არა დაუყოვნებლივ დილის ფაჯრის ლოცვას? არა, მაშინვე არ ვკითხულობთ, რადგან აზანის დროის დადგომისთანავე შეიძლება არ გქონდეს სრული დარწმუნება, რომ ფაჯრის დრო ზუსტად შევიდა. ამიტომ ცოტა ხანს ველოდებით. ზოგი კალენდარი უთითებს 12 წუთს, ზოგი 14 წუთს, ზოგიერთ დღეებში კი 16-18 წუთს. რამდენიმე წლის წინ ამ საკითხში სპეციალისტს ვკითხეთ: თუ მთელი წლის განმავლობაში აზანის შემდეგ 20 წუთს დაველოდებით და შემდეგ ვილოცებთ, საკმარისი იქნება? მან თქვა: დიახ, საკმარისია. ამგვარად 20 წუთი, დაახლოებით საათის მესამედი, გვაძლევს სიმშვიდესა და დარწმუნებას, რომ ლოცვის დრო ნამდვილად შევიდა. შესაძლოა დრო ცოტა ადრეაც იყოს შესული, მაგრამ ჩვენ სიფრთხილის მიზნით 20 წუთს ველოდებით და შემდეგ ვილოცულობთ. ახლა რა შეცდომას უშვებს ზოგი ადამიანი? აზანიდან ლოცვის დრომდე არსებულ ამ 20 წუთში, განსაკუთრებით რამაზანის თვეში, აგრძელებენ ჭამასა და სმას. რატომ ჭამ და სმავ? აზანის გამოცხადებისთანავე უნდა შეწყვიტო ჭამა და სმა. ეს 20 წუთი არის სიფრთხილისთვის ლოცვასთან დაკავშირებით, რათა დავწმუნდეთ, რომ დრო შევიდა, მაგრამ მარხვის მხრივ აზანის დაწყებისთანავე უნდა შეწყდეს ჭამა სმა. ანუ, მარხვისთვის სიფრთხილე, აზანის დაწყებისთანავე შეწყვიტე ჭამა და სმა. ლოცვისთვის სიფრთხილე, დაელოდე 20 წუთი და შემდეგ ილოცე. ამრიგად, აზანის დრო არის იმსაკის დრო, ანუ ჭავისა და სმის შეწყვეტის დრო. ამის შემდეგ ადამიანი წყვეტს ჭამას და სმას, ხოლო ნამაზისთვის 20 წუთს ელოდება. ზოგ კალენდარში იმსაკის დრო ცალკეა მითითებული. რამაზანში იმსაკის დრო სინამდვილეში აზანის დროა. ანუ აზანის დრო და იმსაკის დრო ერთი და იგივეა. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ზოგი კალენდარი აზანამდე 10-15 წუთით ადრე წერს იმსაკს. ეს გაკეთებულია სიფრთხილის მიზნით, რომ ადამიანმა უფრო ადრე შეწყვიტოს ჭამა. რა თქმა უნდა, ვისაც უნდა შეუძლია 9 საათით, ან თუნდაც 1 საათით ადრე შეწყვიტოს ჭამა. ეს მისი არჩევანია, მაგრამ ეს სავალდებულო არ არის. ამრიგად, ძირითადი იმსაკის დრო არის აზანის დრო. აზანამდე მითითებული იმსაკი სავალდებულო არ არის, მხოლოდ სიფრთხილისთვისაა. ლოცვა კი სიფრთხილის მიზნით შეიძლება ცოტა მოგვიანებით იკითხოს, მაგრამ თუ ადამიანი აგრძელებს ჭამას და სმას იმ დრომდე, სანამ ნამაზის დრო შევა, ეს უკვე სერიოზული პრობლემაა.